Makroekonomikuri გარემოს სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე ნარჩუნდება. Ამ დროისთვის გლობალურად არსებული ტენდენციები საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და წლიურად საშუალოდ 4.9% იქნება. საშუალო ვადიან პერიოდში კი დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. როგორია მოლოდინები, რას მოიაზრებს მაღალი ინფლაციური და დაბალი ინფლაციური რისკების სცენარები და რა პირობებში შეიძლება ეროვნულმა ბანკმა მომდევნო სხდომებზე განაკვეთის ზრდის ან შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. ეროვნული ბანკის მთავარი მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და რისკების შეფასებით თამთა სოფრომაძე სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, ხალბატონი თამთა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად ნარჩუნდება 8.25%-ზე. მთავარი ფაქტორები, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რა არის არგუმენტი? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ასევე მაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი მოტივი არის ის, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა იყოს მიღწეული და შენარჩუნებული. რაც გულისხმობს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია იყოს 3%-თან ახლოს. თუმცა მოკლევადიან პერიოდში გარკვეული საგარეო ტიპის შოკების მოხდენის შემთხვევაში არსებობს რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობა, რომ ინფლაცია გადაიხაროს 3%-დან. მიმდინარე მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ეხლა სწორედ არა მხოლოდ საქართველო, არამედ ზოგადად გლობალურად მსოფლიო დგას ინფლაციური შოკის წინაშე, რაც მომდინარეობს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან. კერძოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე. თუ წლის დასაწყისში დაახლოებით ბარელი ნავთობის ფასი 60-65 დოლარი იყო, აი ამ ომის პერიოდში, პიკის პერიოდში, აპრილის და მაისის პერიოდში 120 დოლარამდეც კი გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკასაც, იმიტომ რომ ჩვენ ამ პროდუქტის იმპორტიორები ვართ და ძირითადად ამ არხით საქართველოში ინფლაცია გაიზარდა და ბოლო მონაცემით მაისის მდგომარეობით 5.7% იყო. თავისთავად, როგორც აღვნიშნე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის მომდინარეობს იქედან, რომ მას შემდეგ, რაც მსგავსი ტიპის საგარეო შოკი ამოიწურება, ინფლაცია დაუბრუნდეს 3%-იან მაჩვენებელს. წინა სხდომაზე ჩვენ გავამკაცრეთ პოლიტიკა, იქედან გამომდინარე, რომ პრევენცია გაგვეკეთებინა იმის, რომ ასეთი ტიპის საგარეო შოკი არ გადაეცეს სხვა პროდუქტებს, არ გადაიზარდოს უფრო ხანგრძლივ ინფლაციურ პროცესებში, ხოლო ამ სხდომაზე შევინარჩუნეთ, რადგანაც უკვე ვხედავთ გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციებს, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე მსოფლიო ბაზრების შემთხვევაში. დღესდღეობით იქედან გამომდინარე, რომ ოპტიმიზმი არის შესაძლო შეთანხმების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ბარელი ნავთობის ფასი 78 დოლარამდე ჩამოვიდა, 80-აც კი ჩამოწდა. აქედან გამომდინარე დავაკვირდებით მოვლენებს, თუ როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ტენდენცია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ განსაკუთრებით მეორე კვარტალში იქნებოდა ყველაზე მძიმე გავლენა საგარეო შოკიდან. ესეც განვითარდა, აპრილში იყო პიკი 5.9 და უკვე მაისიდან ესეც გარკვეული ასეთი პოზიტიური ფაქტორი არის, რომ უკვე მაისიდან ჩვენ დავინახეთ მთლიან ინფლაციაში გარკვეული შენელება ამ პროცესების. შესაბამისად, ანუ ამ ეტაპზე შევინარჩუნეთ იგივე, შემდგომ სხდომებზე დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მათი საქართველოზე გადმოცემის სიძლიერეს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ხალბატონ თამთა, მინდა გთხოვოთ, ვისაუბროთ მაღალი ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებზე, თუ რას მოიაზრებს და ითვალისწინებს ის, როგორც უკვე ვახსენეთ, არსებული ვითარება ცენტრალური სცენარის შესაბამისია, რაც ახლა ფიქსირდება. რას მოიაზრებს მაღალი ინფლაციური და დაბალი ინფლაციური რისკის სცენარები, რაც ალბათ პრინციპში პროგნოზირებაზე ჩემი კითხვის პასუხიც კი იქნება, რა არის მოსალოდნელი უკვე შემდეგ სხდომებზე, ალბათ ამაზეა დამოკიდებული. დიახ, ანუ როგორც აღნიშნეთ, არსებული მდგომარეობა სრულად
თანხმდრაში არის ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან, თუმცა აი მსოფლიოში მიმდინარე და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს საკმაოდ დიდი გაურკვევლობა და რისკები. პირველ რიგში პირველი ერთ-ერთი მთავარი რისკი კვლავ რჩება მსოფლიოში გეოპოლიტიკური მდგომარეობა. თუ ეს მდგომარეობა ისევ გამწვავდა, მაშინ მოსალოდნელი იქნება ის, რომ ნავთობის ფასები შეიძლება კვლავ გაიზარდოს და საიდანაც წამოვიდეს კვლავ დამატებითი ზეწოლა და ეს თარგეტიდან 3%-დან გადახრილი ინფლაცია უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდეს საგარეო შოკიდან გამომდინარე. ანუ ერთ-ერთი მთავარი რისკი, რასაც მოვიაზრებთ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ისევ საერთაშორისო ბაზრებს და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. თუ ეს რისკი რეალისტა, ანუ შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაც იქნება შესაბამისი, ანუ ასეთ შემთხვევაში უფრო მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია არის მოსალოდნელი, თუმცა ამავდროულად არა მხოლოდ მაღალი ინფლაციური, ჩვენ ვხედავთ ანუ დაბალი ინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობასაც. მაგალითად, ანუ ერთ-ერთი ისე შესაძლებელი არის, რომ უფრო პოზიტიურად განვითარდეს გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა და ასევე რასაც ვხედავთ მიმდინარე ტენდენციებში, მიუხედავად მძლავრი საგარეო შოკისა, საგარეო პოზიცია, საქართველოს საგარეო ბალანსი არის საკმაოდ ძლიერი. საგარეო შემოდინებები მიუხედავად ამ საგარეო შოკისა, მაინც ძლიერად შენარჩუნდა, აი მაგალითად ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, ექსპორტით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, ასევე იზრდება ფულადი გზავნილები დაახლოებით 7%-ით და შესაბამისად ეს საგარეო ბალანსის მდგომარეობა მყარია, რაც ხელს უწყობს მათ შორის რეალური ეფექტური კურსის სტაბილურობასაც. თუ ეს მდგომარეობა, ანუ ჩვენს ცენტრალურ პროგნოზთან შედარებით უფრო ესეთი პოზიტიური აღმოჩნდა, ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება დაბალი ინფლაციური სცენარი განავითაროს. ასეთ შემთხვევაში იმპორტირებული იქნება შედარებით უფრო დაბალი, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ინფლაცია უფრო სწრაფად დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. და კიდევ ერთი განმარტება მინდა გთხოვოთ, საბაზო ინფლაციის ზრდასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგო მატარებლების გაძვირება არის მთავარი ფაქტორი ინფლაციის ზრდის, საინტერესოა ეს ფაქტორი ხომ არ განაპირობებს მეორე რაუნდის ეფექტების რისკს, ანუ როგორია ამ ნაწილში თქვენი შეფასება? საბაზო ინფლაცია ბოლო მონაცემები, რაც არის მაისის მდგომარეობით იყო 3.5%. კვლავ ახლოს ნარჩუნდება მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა ცოტათი არის დაჩქარებული თუ შევადარებთ წინა წლის ტენდენციებს. და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა, რათა მომხდარიყო ამის პრევენცია და ეს არ გადაიზარდოს უფრო მძლავრ ინფლაციურ მოლოდინებში, რაც შემდგომ განაპირობებს იმას, რომ ისეთი ხისტი ინდიკატორები, როგორც არის საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, კვლავ გაიზარდოს. ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც იყო მაისის, იყო საპირწონე იმისა, რომ მომხდარიყო პრევენცია და შემდგომში, როგორც აღნიშნა, დავაკვირდებით მოვლენებს, ამ ეტაპზე კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. და ეკონომიკური ზრდის ტრენდზეც მინდა გითხოთ, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება 8%-ზე მეტია ეკონომიკური ზრდა. რამდენად გრადია თქვენი შეფასებით ეს მაჩვენებელი? თუ შევაფასებთ აი პოსტკოვიდურ პერიოდს და პრეკოვიდურ პერიოდს რა განსხვავება არის, პოსტკოვიდურ პერიოდში საკმაოდ გაზრდილი არის ეკონომიკური ზრდა და საშუალოდ 21-25 წლებში ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, ხოლო როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საშუალოდ 8.3% არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეს ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს ძირითადად მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდიდან, როგორც არის მაგალითად IT სექტორი, განათლება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ ცენტრალური ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანი არის თუ რა არის განმაპირობებელი ძლიერი ეკონომიკური ზრდის, რადგანაც ეს მომდინარეობს მაღალპროდუქტიული სექტორებიდან, ეს არ ქმნის დამატებით ჭარბ ზეწოლას, ჭარბი მოთხოვნის მხრიდან ზეწოლას ფასებზე და ანუ ამავდროულად ეს ასევე განაპირობებს ამ საგარეო ბალანსის და საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. ესეთი ტიპის სექტორები ნაკლებად იმპორტინტენსიურები არიან, ასევე ამ სექტორებიდან ხდება გარკვეულწილად მომსახურების ექსპორტიც, რაც ასევე აუმჯობესებს საგარეო ბალანსსაც და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს იყო ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და დაახლოებით 2.6% შეადგინა, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის, რომელიც ღია და პატარა მცირე ზომის ეკონომიკა არის, საკმაოდ კარგი
კარგი შედეგი არის და კარგი მაჩვენებელია. ქალბატონი თამთა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყნის საგარეო პოზიცია არის საკმაოდ მყარი, აქედან გამომდინარე, რამდენად ახდენს ეროვნულ ვალუტაზე, ლარზე საგარეო შოკები გავლენას და მის სტაბილურობას, რაც ახლა სახეზეა, ძირითადად რა განაპირობებს? გაცვლით კურსზე, როგორც ყოველთვის, ამას არაერთხელ აღნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ როგორი არის მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მდგომარეობა და მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მდგომარეობაში სწორედ საგარეო ბალანსის მდგრადობა და მდგომარეობა მოიაზრება. ანუ ამ მხრივ როგორც აღნიშნე, განსაკუთრებით გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ისტორიულად დაბალი იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მიუხედავად მიმდინარე საგარეო შოკისა, საგარეო შემოდინება კვლავ მზარდი არის და საგარეო ბალანსის მდგომარეობა და ტენდენციები არის პოზიტიური, რაც ფუნდამენტურად ხელს უწყობს იმას, რომ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. შესაბამისად, მიმდინარე წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ზე დაბალი იქნება. ეს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაც არის, რომ 5% ეს არის წონასწორული მდგომარეობა საქართველოს ტიპის ეკონომიკის ჩვენი ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე და ამაზე დაბალი შენარჩუნდება 2026 წელსაც. კი ბატონო, რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ აუცილებლად, შარშანდელი რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ ამ დროისთვის რა ვითარებაა, რა ტენდენციაა და სტატისტიკა რასაც ჩვენებს? შარშანდელი შემდეგ 25 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და ბოლო მონაცემებით, მაისის მონაცემებით კვლავ ისტორიულ მაქსიმუმზე არის და უკვე 7 მილიარდს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვანი არის თუ როგორი არის ადეკვატურობის საზომთან შედარებით არსებული რეზერვების მდგომარეობა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზომი, რაც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგრეთ წოდებული არამეტრიკა, ქვედა ზღვარი რაც არის 100%, მას აღემატება და მაისის მდგომარეობით არის დაახლოებით 112%. და ეს თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აღნიშნა ანგარიში, რომ 2022 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ აი ამ 100%-იან ზღვას გადააჭარბა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა. ის ფაქტი, რომ საგარეო მდგომარეობა არის საკმაოდ მდგრადი, მიუხედავად საგარეო შოკებისა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და უკვე 4 თვის მონაცემებით 833 მილიონი ამერიკული დოლარი არის შესყიდული და კვლავ ვაგრძელებთ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე უფრო დეტალურად მინდა გკითხოთ, სადაც ბუნებრივია ნახსენებია ეროვნული ბანკი, გარდა რეზერვების დაგროვების პოლიტიკისა, კიდევ რა აქცენტები არის დასმული ეროვნულ ბანკთან მიმართებაში? ერთ-ერთი რასაც გამოვყოფ არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკასთან მიმართებაში, კერძოდ მაისის გადაწყვეტილებაზე და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და დროულბიჯად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფლაციური მოლოდინები არის საქართველოში კარგად მართული და სწორედ ეს იყოს შენარჩუნებული, აი ამ მიზანს ისახავდა ეს გამკაცრება და ეს პოზიტიურად შეფასდა. ასევე საბანკო სექტორი არის დადებითად შეფასებული, რომ არის ჯანსაღი და კრედიტება არის ჯანსაღი და შესაბამისად ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც იყოს მდგრადი. ეროვნული ბანკის მიმართულებით ეს იყო ორი ძირითადი მიმართულება და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობაც და ეკონომიკური ზრდა მათ მიერ შეფასებული არის, რომ არის საკმაოდ მედეგი და მდგრადი მიუხედავად საგარეო შოკებისა და თავისთავად აქ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აი ეს მდგრადი მდგომარეობა რაც არის ეკონომიკის მხრივ ეს თავისთავად არის შედეგი პრუდენციული, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, როგორც მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით და შესაბამისად საკმაოდ კარგი დადებითი შეფასებები იყო აღნიშნული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. და ბოლოს მინდა გკითხოთ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, როგორია ეროვნულ ბანკში მთავარი ეკონომიკური მოლოდინები და ასევე რისკები? ჩვენ ველოდებით, როგორც აღნიშნეთ, რომ ცენტრალური სცენარის შესაბამისად ვითარდება მოლოდინები, ანუ აპრილი იყო ინფლაციის კუთხით ერთ-ერთი მთავარი პიკი და მაისში უკვე დავინახეთ, რომ მთლიანი ინფლაცია გარკვეულწილად შემცირდა. მოლოდინი არის, რომ ეს კლებადი ტენდენცია გაგრძელდება განსაკუთრებით 2026 წლის მეორე ნახევარში და ეტაპობრივად ინფლაცია დაუბრუნდება 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას 2026 წლისათვის ეროვნული ბანკის პროგნოზი
პროგნოზი ეკონომიკური სტის არის 6.9%. ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, რომელიც მაისში გამოვაქვეყნეთ, ეკონომიკური სტის პროგნოზი ზემოთ გადავხედეთ, გავზარდეთ, მანამდე 5%-იან სრდას მოველოდით, ეხლა კი 6.5%-იან სრდას და აქვე აღნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა აპრილის შემდგომ უკვე გაზარდა პროგნოზი და 2026 წლისათვის 5.7%-იან ეკონომიკურ სტას პროგნოზირებს. კი ბატონო, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე შემდეგ სხდომაზე 29 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, ამას ნახავთ 29 ივლისს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. თამთა სოფრომაძე, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო ბიზნეს პარტნიორის სტუმარი.